წინ ეგდო გვამი რომელიც რამდენიმე დღე არ გაიტანეს თან იმ სიცხეში ვერ გაიტანეს და თან ეს ჭიანჭველებდა როგორ იყო ახლა კალკუტაში შესანიშნავი ქალაქი მაგრამ რა შობოიად ესე იგი მატარებლები მეტროში 10 საათზე ჩერდებიან იღება კარები რომ არის რამდენიმე მილიონი უბინაო და ჩადიან მეტროში და იძინებენ და დილის 7 საათს მერე მოდიან კეტებით პოლიციელები აბა გადით ახლა მატარებლები უნდა გავუშვათ Qoshqoshis ასე იყო. ასეთი დონე იყო. ასეთი დონე, კი. რომ მეტროს აჩერებენ ღამე, რომ ხალხმა დაიძინოს. თორე ქუჩებში ეძინა ყველას თავისი რამდენი ესე ამჯერ ყოფილა, უნდა ესე გადამებიჯებინა, ყველას თავისი მოხაზული ადგილი ტროტუარზე, სადაც იძინებდნენ. ესე იგი, ეს მასიური, იმიტომ რომ დღეს მისი მოსახლეობა რომელ წლებში იყავით? ეს იყო 80-იანის ბოლო. 80-იანის ბოლოს და ეხლა როგორც ვიცი 20 მილიონს გადააჭარბა. ეხლა კიდე რაღაცა კი, თუმცა ბომბაი უფრო დიდი არის. იქ საშინელება იქ ამდენი ხალხს ერთად და ნუ ესე იგი რაღაც ისეთი პრობლემა. ყველაზე ინგლისური ქალაქია მე როგორც ვიცი კალკუტა. ყველაზე ინგლისური ქალაქია და კი, კალკუტა ძალიან უყვარდა ბრიტანელებს, ეს მათი საყვარელის იყო. თუმცა იქნება თავის დროზე კალკუტა. ბენგალის, მაგრამ ბენგალი მე ხო ორად გაჭრეს. ნახევარი მუსულმანებმა წაიღეს და ეს არის ხო, ნუ ახლა ისო დაბრუნდეთ ჩვენ მშობლიო. და კავშირში არის ეს ყველაფერი. სადღაც რამდენადაც არ უნდა იყვნენ დაპირისპირებულები ინდოეთი და ჩინეთი, მათ მოუწევთ ერთად ერთიანი ფრონტი. კი, ეხლა გამოდიან. გაყოფა და მოუწევთ დაძვრა დასავლეთისკენ და მე ვიცი, რა რთული სიტუაცია საქართველოს ამ მიმართულებით. თავისუფლად შევადარებ კარგი ხიდი გააბა, რომ ეს ისწავლეთ ყველამ ჩინურიო 10-20 წელიწადში აქ შემოვლენო. ბჟეშიცკის ხოლმე წაკითხულეთო. კი. ну სხვა რა იქნებოდა მაგრამ ჩვენი კორიდორის ფუნქცია იკარგება თუ კი აქ რუსეთმა დააფიქსირა რომ მოხაზა და მონიშნა რომ ეს ჩემი არისო ევროპასაც გაუქრება ინტერესი საქართველოსზე ამერიკა როგორც შემდგომ შედობება სულ ფონი აქვს ძალიან სულ რასიზმ მაგრამ მე სხვა რამეში ვხედავ კიდე გაცილებით უარეს ეხლა ერთი საათის წინ დამირეკეს რეზონანსიდან და მithres რომ ესე იგი თითქოს რუსეთის სამხედრო ფლოტის გამოვიდა ზღვაშიო სული ემეთი ესე იგი სული ზატყოფნით არ მადამოდის კიდე რა ხდება მართლაც გაუგებარია რატო გამოვიდა ეს შეიძლება გუშინდელი ნატოს შეხვედრის ამბავი იყოს რუსეთში რო იყო ჩვენი დელეგაციის თუმცა ხა მე ეს რამასაც შეიძლება დადგებიან და ეგ ამას სიღრმე არა ბევრი 15 მეტრიც არა აკვატორია მე ის მიყვირს ესე იგი ნატოში რო ჩავიდნენ ბრიუსელში ჩვენი ორი მინისტრი რა სახით ჩავიდნენ რომელი პირობა შეასრულეს რას ნატომ დაგვეყენა ესე რას გვეყენებდა სასამართლოს დამოუკიდებლობა მასმედიის დამოუკიდებლობა საერთოდ თვითმმართველობა და ასე შემდეგ რომელი შეასრულეს ესე იგი ნატომ ჩვენ წამოგვეყენა შესანიშნავი პოლიტიკური მოთხოვნები მიუხედავად იმისა რომ მე პირადად სულ ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი მით უმეტეს ახლა რომ ნატოში გაწევრიანება ეს არის ფიქცია არავის ნატოში ჩვენ არ ავჭირდებით და ნატოში ჩვენ ვერ მივიღებენ ამას მე სისტემატურად ვამბობდი კი და იმიტომ რომ ზღაპარია ეს არის სიტყვების ტყუილას სროლა რომ ნატოში შევალ ვერ შევალ ჩვენ ნატოში და ჩვენ თავარია უნდა გვექნა რომ აი შეგვესრულებინა ეს პირობები მაინც აი ეს პირობები რასაც იმი გვეყინებდნენ იმიტომ არაფერი სული პირობა არ უთქვიათ მე ვარ წინააღმდეგი ცხადია აქ ნატოს ბაზები ცხადია და ყველა ნორმალური კაცი წინააღმდეგი უნდა იყოს იმიტომ რომ ეს ჩვენ უსაფრთხოებას კი არ გადაჭრის პირიქით იქნება ჩვენ უსაფრთხოებას დააყენებს საფრთხის ქვეშ ნატოს ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე დააყენებს ისინი ბაზის გასწრას ვერ მოახსწრებენ რომ აქ ისე რუსული ტანკები შემოვლენ ეს უნდა ვიცოდეთ რა ვეცოლა შეიძლება ბაზარებას მაყურებელი ყავდა ძალიან თქო რეკლამის შემდგომ გავცეთ პასუხი გისმენთ დიახ ეთერში ხართ დიახ გისმენთ რავალ ახალწელს დასწრებოდეთ ერთიან საქართველოში ბატონ დავით აქუბარდია და რამაზ ყრმიაშვილი ბატონი ავსოხათ ბარგიანი გიცანით გამარჯობა ბატონ გაიხარეთ ვიცით რომ ძალიან შეგჭირთ გული სამშობლოზე ხალხზე მაგრამ რა თქმა უნდა თქვენი შრომა ფუჭად არ ჩაივლის და მაინც გავიმარჯვებთ რაც შეეხება რუსეთთან ჩვენ ახლა ორჯერ ძმობა და მეგობრობა და მეზობლობა განვითარეთ და სამობით არის ღმერთი
Россия наш добрый сосед, верный друг и духовный брат. Период к западу через Соху вместе с Россией. Вот так махал, батон Рамаз. Ой, Асеро батон Рамаз. დიახ, გისმენთ. ახლა რეგვენის საქმეს საახდენს ფასერაკს დააბრალებსო. ატრო ის ხუბი და ის არის გათხოვა პუტინებსა და მიდიან და მოდიან და რუსიელი რჩება კაცო ჩვენი მოძმეერია და მე და შენ მაგას გამოუნახავთ მალე. შენნაირი ადამიანები და რა თქმა უნდა დავითისნაირი ადამიანები და როცა დავით ბატონს გაუფართოვდება დიდი ჰორიზონტების თავისი ეთერი 100-ჯერ მეტ ხალხს უკვე გააგებინებს იმას რაც საქართველოს არ უნდა დაუშვას და რასაც უნდა დაუჭიროს ხარი. ჩვენ გავიმარჯვებთ წინ დასავლეთისაკენ რუსეთთან ერთად. მე საოცარი ლოზუნგი გაქვს ბატონო. როგორ კაცო აბა ილია ჭავჭავაძის გზაზე ხო უნდა ვიაროთ კაცო 100 წლის თავი რუსის ჯარის შემოსვლიდან. გამარკვევთ ესე იგი რუსებმა უნდა შეუწიოთ დასავლეთს და ჩვენ მათი ჯარისკაცები უნდა გავხდეთ? არა ჩვენ ერთად უნდა რუსეთს გავაგებინოთ რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და იმას არ აინტერესებს ეს. მაგრამ ამერიკის ჯარის საყენება ირანის წინააღმდეგ ჩვენ არ გვაწყობს და არ გვჭირდება ჩვენ ირანთან ომი დავამთავრეთ შაჰაბაზი როცა გავანადგურებთ. და ათი ჩვენ მეომარი მეზობლებთან არ ვიქნებით და არც არასდროს ვიკადრებთ არც ერთ მეზობელთან. მეზობელო კარისაო სინათლე ხარ თვალისაო რა დღევანდელი ირანის ბრალია ის რაც შაჰაბაზმა აწმიდა. იმან თავისი მიიღო და მიიღებს კიდევაც იქ სადაც არის სასუფეველი. ასე რომ რუსეთთან ურთიერთობაში ვინც ამათ აყვება მანიაკებს იმას კარგი დღე არ უწერია. ბატონო შეგეკითხებით რა. ეხლა ას ისაყვას პუტინი ანგელოზი და ას სააკაშვილი. ნეტარი მათა შეხვდეს ერთმანეთს და დახოსონ ერთმანეთი, მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნებით 18000 კაცი ცხოვრობდა ლიახვის ხეობაში. ისინი იქ აღარ არიან. ისევით უტეხია ორივეს. აი ეს ხალხი დავკარგეთ ჩვენ. დასაპირებს რუსეთზე ეს მოსახლეობა 18000 კაცი დააბრუნოს. ჩვენი ტრაგედია ესაა რომ ოკუპაცია გაგვიკეთეს და 18000 კაცი გამოგვიყარეს. ფრონეს ხეობაზე და პატარა ლიახვის აღარ ლაპარაკობ. აი ეს 18000 კაცი გამოგვიყარეს. ბატონ დავით. დიახ. არა ეს განა არ აქვს შემგული ახლა შენ მაგ ეს უნდა გწიოდეს. ეს ყველაფერი მაგრამ რაც მოგივა დავითაო ყველა შენ ეს ჩვენი ბრალია და რუსების ბრალია არა ერთი რეგვენი მეორეს ასხდებოდა და ქვეყანა იღუპებოდაო თუ კი იაპონელებმა მოახერხეს ამდენი წელია უპირისპირდებია რუსეთს სანამ კურილებს არ დაგვიბრუნებო არ ვიქნებით მეგობრულათო რა მეგობრობა აგიტყდათ ნუ გადამრიეთ კაცო კაცმა 18000 ქართველი გამოგვიყარა მარტო ლიახვის ხეობიდან აღარ ვლაპარაკობ ახალგორზე 3000 კაცია იქიდან გამოყვრილი ეს მეგობრული ჟესტია რა არავით არის გამოკრა არ არის ჩვენ გამოვყარეთ ჩვენი თავი და იცოდე დია 400000-მდე რუსი ცხოვრობდა საქართველოში და რამდენი რუსია დარჩენილი და გემდურის რამეში მილიონი ნახევარი ქართველი ერთი წამით რა იქ არის $260 პენსია და წავიდნენ იქ სადაც მაღალი ცხოვრების ზონია რუსები არიან 400000 260,000 იყო 99 წლის აღწერით 88 წლის აღწერით წავიდნენ იმდენ რომ მაღალი ცხოვრების ზონია ყოველთვის ნუ საბჭოთა დავით ეთყობა ინფორმაციებს სწორად არ გაგწევთ მილიარდ 200 მილიონი დახმარება ოჯახებს მოსწით რუსეთიდან ახლა ჩვენ მილიონი ნახევარი ქართველი ვართ იქა და ვერავინ ჩვენს ურთიერთობას ვერ წაშლის 2 და 3 ლატირაკი პოლიტიკოსი ეს აურევს საქმეს მაგრამ ჩვენ ამას დავალაგებთ მალე მოვა ის დრო და დაიმახსოვრეთ თუ არა ჩემო დავით შენ შეიძლება რადგან ახახა ეტავს ეთერში ხარ კიდე ერთხელ გეუბნებით 100 ბიჭები მომწონს და 100 ბიჭები მაგრამ ხალხს ასეთშია კაცო აი კარგით ნუ დიდი ქვეყანაა ხო თავისი მიზანი შეესრულებინა და დაუშვათ ცხინვალში იქ თავისი ჯარისკაცების ღუთებამდე მისულიყო მაგრამ ხელი ხეობიდან ქართველი მოსახლეობის გამოყრა ხო მაქსიმიზია არ არის ეს ბატონო მაიხედე მან ხუბი როცა ატყდება ხუბი ხო მე იქ უკვე ძალიან ძნელი გასარკვევი ხუბის დაწყება არის ადვილი და მისი დამთავრება და შერიგებას უნდა ჭრილობის მიყენებას უნდა წამები და მოშუშებას უნდა შეიძლება საუკუნე მე გეუბნები რომ არაფერი რუსების ბრალი არ არის ჩვენი ბრალი არის და ჩვენ გამოვყარეთ ჩვენი ხალხი და ჩვენ უნდა მივხედოთ ამას მაგრამ მე რამაზ კლიმიაში რომ დავინახე ძალიან გამიხარდა იმიტომ ეს გონიერი კაცი